დოქტორ, მოდი დეტალურად აღიხსენეთ, აი რა განიცადეთ, როდესაც მოვიდა გოგონა და ეს კომპლიმენტი სრულიად მოულოდნელად ესე მოგახალათ სახეში ახალგაზრდა ბიჭს. იცით, რაშია საქმე, მე მთელი ცხოვრება ესე ვცხოვრო, მარტო სულად. ჩემთვის მარტო სახლში ვარ, არავინ ჩემს გვერდით არ არის რა. შემდეგ მოდის ვიღაც გოგო და მეუბნება, რა კარგად გამოიყურებიო. დიახ. მოდი გადავდოთ ეს ყველაფერი გვერდზე, ჟენევის კონვენცია, ადამიანის უფლებები. ბულინგი იქეთ იყოს და რატომ ატყუებ? ხო ეს დედამოა? რატომ ატყუებ? არა, მე მესმის ონისეს, მან აბსოლუტურად ბუნებრივი შეკითხვა დასვა, ხო? რატომ? რისთვის ეს ყველაფერი? კარგი, ონისე დამშვიდეს. იცით რა არის ხა? სათქმელი არაფერი მაქვს, უბრალოდ ონისეს მინდა რომ უთხრა. მე უბრალოდ კომპლიმენტი გითხარი, სხვა ისეთი არაფერი, უბრალოდ სიყვარული და ისეთი ურთიერთობა შემოგთავაზე. ამაში რა იყო ისეთი, ვერ ხვდები. უბრალოდ სიყვარული და ურთიერთობა, ხო? რა თქმა უნდა. ეხლა კარგად მომისმინე. რომ მოდიხარ, თავაზობ ამ ურთიერთობას, სიყვარულს, მომავალ შვილებს, ოჯახს. თქვათ გითხარი კი. აი მე სად მიდიხარ? აი მე რას აპირებ მითხარი? ხო იღუპავ თავს მიტანის საკომისიოს გულისთვის. ა?